ძალიან უყვარდა ფრაზა, რომელსაც მე სრულიად ვეთანხმებოდი, რომ რწმენის კაცი ფეს მაგარ მუხას გავს და ურწმუნო ბაბუას ვერა. საითაც ნიავი დაუბერავს, იქით წაიღებს. ძალიან ღრმა აზრი იყო და ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი ფრაზა, იმიტომ რომ მართლა რწმენის კაცი იყო. ეხლა ბევრმა შეიძლება არის ის და სტიქაროსანი იყო ლურჯი მონასტრის და მეტი ცოტა ხანში უკვე ანდრია დაიყედა გვერდზე და პაპადაშვილი მსახურობდნენ ლურჯ მონასტერში. კიდე ერთი რამ არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ, ეს ძალიან ამახასიათებელია. სოსლან ხარებოვი, ვისი მეგობარი. იხსენებდა რომ მეო სიცოცხლე შემინარჩუნა თემურმა. არ არის სავალდებულო დეტალურად რა და როგორ ვითარებაში ვარა, ფაქტია რომ ეს კაცი ებადიერებოდა რომ სიცოცხლე თემურმა შემინარჩუნა. შემდგომ გახდა დიდი ბიზნესმენი, საკმაოდ დიდარი კაცი იყო, შეძლებული პირველი რაც გააკეთა ჩამოვიდა თემურისთან და უთხრა მე არაფერი არ დავიწყებია, მე ვიცი რითი ვარ შესინა შევალდებული და აი ეხლა მე ყველაფერი შემიძლია, რასაც მეტყვი იმას გაიკეთებ. თემური უთხრა მეო როგორც უფალმა მიბრძანა ოფლიტაჩები და მოიპოვე პურიჩები ამ სისტემით მივდივარ და ჯერჯერობით არაფერი მიჭირს პირადულად, მაგრამ თუ ასეთი სურვილი გაქვს ეს 90 წლებია კაცო საოცრად ძნელი და ეუნება რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა რომელსაც ეხლა პერიოდია რაცა ხო გახსოვს ყბადაღებული ინგლისური და კომპიუტერი თუ არ იცოდა არავინ არ იყო ბავშვი და სამსახურში არავინ არ მიიღებდა მოდი ასეთი პროექტი შევიმუშაოთ სადაც მათ ამ ნიჭიერ ბავშვებს საშუალებას მივცემთ უფასოდ ისწავლონ და შემდგომ დაიმუშავო პროფესიას და მადლობა შეიქმნა სოსლენდი გახსოვს შენ 4 წელი იარსება 1000-ზე მეტი ბავშვი გამოშვა სადაც სტიპენდიასაც უხდიდნენ მასწავლებლებმა თვითონ დირექტორი იყო დიდი ტრანსპორტი ყვება ყველაფერი ტრანსპორტი ყვება და სერტიფიკატს აძლევდნენ რა თქმა უნდა პარტიის გამოუყო ვასიკობოლაშვილმა ხო ის სიკეთე გადამდებია ჩაერთო ყველა ამ საქმეში და რამდენი შემხვდა იმის მერე თუ მშობელი თუ ის ყოფილი მოსწავლე რომელიც უდიდესი მადლობით იხსენიებდნენ ამ სოსლენდი დაარქვეს მაგრამ ეს ერთი საკითხი ცოტა ხნის მერე თვითონ სოსლანი ძალიან გახარებული იყო ამით და უთხრა კაცო ეს ყველაფერი კარგი ვარა პიროვნულად შენ თვისმინა რაღაცა გავაკეთო და შენ რა აქედან უთხრა იცი რაო შენი გადარჩენაცო და შენი აქ ჩემთან მოსვლას უფლისნება იყო ამიტომ თუ მანდამაინძგი და ღვთისმიერი საქმე გავაკეთოთ რა საქმეოდა ქართველებს რომ წმინდა მიწაზე იერუსალიმში 19 ეკლესია მონასტერი ქონდა. დღეს არც ერთი აღარ აქვს. ბევრმა ეცადა ჯვრის მონასტერის გამოსყიდვა ბერძნებისგან, მაგრამ არ მოხერხდა. არაბითარ შემთხვევაში არ დათვეს. თუ იმას მაინც შევძლებთ, რომ სალოცავი ადგილი ქონდეს ჩვენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს თუ მომლოცველებს, ეს უკვე დიდი ღვთისმიერი საქმე იქნება. შეაჯერეს ეს პროექტი მაგრამ რა მოხდა სასწაული გასულ იერუსალიმში ესე იოლად ვერ იყიდი და რაც არ გქონდეს საომარ მდგომარეობაშია ქვეყანა. ამიტომ ძირფესვია და სწავლობელი ვინ არის რა მიზნით აპირებს დიდი შეძლო გამოსვლა და ცხოვრებას და იმ დონეზე რომ კნესეთში ქაურ პარლამენტში გავიდა საკითხი რომ ესე იგი ამ ადამიანს მივცეთ შესყიდვის საშუალება თუ არ მივცეთ მიწისა და სახლის და საოცრად დაუდგნენ გვერდზე ქართველი ებრაელები. ორი მათგანი კნესეთის წევრი იყო და ნუ დაახასიათეს და როგორ დაახასიათეთ როგორ უყარდათ გეიცის თქვენ. ასე კიდე რიგითი გამოგითხვება. ერთხმათ მისცეს ამის უფლება და შემდგომ ამისა საპატრიარქოს გადაეცა და დღესაც ფუნქციონირებს ეს სამლოცველო ადგილი, სადაც სხვადასხვა მანანას ქონდა ბედნიერება თვითონ ყოფილიყო შენდო. მქონდა ბედნიერება უფლისგან რომ ვიყავი იქ სამლოცველოში. ну აი ცრემლებად ვიღურებოდი რა ისეთი კაი დედაოები იყვნენ და ლოცულობენ და ну ეს არის არ ვიცი ეს არის ღვთის საჩუქარია მართლა თემურებაც გააკეთა ნიგდიგარდა ტარტი მიმავს რა მოხდება ხვალდაზე ისევ შენი მედიმას ხმეს ხოამ ქვეყანაზე ხმეს ხო ისენ საქართველო ხმეს ხო ისენ საქართველო სამშობლო
ღმერთო იხსენ საქართველო სამშობლო